სანატორიუმში იყავით? სანატორიუმ მეგობრობაში. ეხლა მეგობრობაც ცარიელდება, ივერია ხო დაცარიელდება. ეხლა შახტიორი დღეს მაგარი ამბავი გავიგე, როგორც კი გავიდნენ დევნილები, ზაფხულში ჩაგვაბარებენ საერთაშორისო კლასის მაღალ სასწავლებლოს. და ესე წყალტუბო არის ისეთი პოტენციალის ქართული კურორტი, რომ აი ყველაფერს აღემატებოდა ყველა დროში. ეს არის ასევე წყალტუბოს ახალი სიცოცხლე რაც ხდება რა. ამ ხალხის ახალი სიცოცხლე, იმიტომ რომ მართლა გადმოდიან ასე წარმოუდგენლად გზით და წყალტუბოშიც წყალტუბო რო დაიწყებს ეს აღორძინებას, აი აღარ გააჩინებს. ეხლა ისევ ის სანატორიუმი ყველა ეკვლევა თავის ფლობელები და ყველა უნდა გადავიყვანოთ და იქაც ავამუშავოთ, იმიტომ რომ მე მიმაჩნია წყალტუბოში მართლა ვინც დარჩა წყალტუბოში უნდა იყოს 100%-იანი დასაქმების ქალაქი ულაპარაკოთ. ხალხი დაგჭირდება ქუთაისიდან დაგჭირდება ხალხი სხვა ადგილები და იმდენი სანატორიუმი და ისეთი მაგარი ადგილია ის. ვინც იქ შევასახლებთ ახალაშენებულ წყალტუბოში მაგრამ ყველა დასაქმება ამ გამოთავისუფლებული ბათუმში ხო აგერ ლევანია, ბათუმში სულ უფრო მეტი სამუშაო ადგილი რჩება. ბათუმში ეხლა იმდენი გაშევა შემდეგ წლებში არ დასაქმება იქნება ძნელი. ყველას ექნება საქმე და საქმე სიამოვნებით გადმოვიდეს, მაგრამ ყოველთვის აი პროცესი ასეთია, ზოგს 2 ოთახიანი და ზოგს 3 ოთახიანი და ზოგს კომპენსაცია ეს ყოველთვის იქნება. მაგრამ თავარია ჩვენ სახელმწიფოს არავინ არ მიუტოვებია და ჩვენ გავახორციელებთ მართლა ვახორციელებთ ყველას წარმატებულ დევნილთა პროგრამას, ალბათ სოფლიოში ყოველგვარ ეს არ არის ტრაბახი რა. ეს ჩემი სიტყვები არ არის, ამას ამბობი საერთაშორისო ორგანიზაცია. მადლობის მედი ნაგოზ აღაფერია. ფანტასტიკის სფერო, რეალობა.